დოქტორი გიორგი ხშირად გვისმევენ შეკითხვას, იღებს თუ არა გიორგი არველაძე ბავშვებს როგორც პაციენტებს. ზოგადად დერმატოლოგის კომპეტენცია მოიცავს ბავშვთა კანის დაავადებების მოსახურებასაც და საკმაოდ ხშირია ჩვენთან ეს შემთხვევები. განსაკუთრებულია, რომ ბავშვებში კანის დაავადებები მეტ ყურადღებას მოითხოვს, გარკვეულ სირთულეებთან უფრო მეტად ასოცირდება, თუმცა დროული დიაგნოზირება, დროული მკურნალობა, რა თქმა უნდა, საწინდარია გამაჯამთელებული კანის. შეიძლება თუ არა აკნეს დროს სახის კანის გაწმენდა. აკნეს დროს სახის კანის გაწმენდა არ შეიძლება. შესაძლებელი არის თუ არა სახეზე არსებული წარმონაქმნების ან ხალების ამოჭრა და რამდენად მტკივნეულია ეს პროცესი. სახეზე არსებული წარმონაქმნების ამოკვეთა შესაძლებელია, რა სახის წარმონაქმნიც არ უნდა იყოს. მხოლოდ გასათვალისწინებელია მისი ზუსტი მდებარეობა. მტკივნეულობაც განსაზღვრება ამითი. გასათვალისწინებელია ასევე კოსმეტიკური ეფექტი, რომელიც ხანდახან შეიძლება არ იყოს დამაკმაყოფილებელი, ამიტომ რისკის სარგებელი შეფასება ხდება. რაც შეეხება მტკივნეულობას, განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება იყოს ინიექცია, მხოლოდ გამაყუჩებელის ინიექცია ცხვირის ირგვლივ და პერიორალურად, ანუ ტუჩების ირგვლივ.